ტვინის ანათლების მიხედვით სწავლობდნენ ხოლმე ტვინის სტრუქტურას, დაუშვათ მეცნიერის, გენიოსის, ვუნდერკინდის, რეციდივისტის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ერთმნიშვნელოვნად რო გითხო და შენ შეგვიძლია ამით ასე თქვი ტვინის შესწავლით ეს შენ გამოარჩიო, ესე არ არის. თუმცა შენ როცა იცი დაუშვათ ეს ვისი ადამიანის ტვინი არის, ხო იქ გარკვეულ კადროზობიერებებს დაყოლობ. მაგალითად მოკლედ რო ვთქვათ, ხო, ანუ ტვინის ქერქის განვითარების ხარისხი, ანუ რაც უფრო მსუყეთ არის, ანუ კარგად არის, ასე ვთქვათ, განვითარებული ტვინის ქერქი, იმიტომ რომ ტვინის ქერქი, ანუ ტვინი მარტო არ შედგება ქერქისაგან, არის ასევე თეთრი ნივთიერება, მაგრამ აზროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობებზე პასუხისმგებელი არის ქერქი. ოღონდ ახლა ადამიანი შეიძლება იყოს მუსიკოსი დაუშვათ, შეიძლება იყოს ფიზიკოსი, მათემატიკოსი, მწერალი და რაღაცა. ამაზეც არის გარკვეული, ასე ვთქვათ, წყალებში პრეფერენციები რა, ამიტომ მაგალითად შუბლის წილებში, ვისაც უფრო განვითარებულია ქერქი, ეს უფრო ანალიტიკური უნარის მქონე ადამიანებზე მიუთითებს. დაუშვათ საფეთქლის წილი უფრო შემოქმედებითი ადამიანების და ნატურის, ასე ვთქვათ, აღსახველი არის. მაგრამ ეს კორელაცია არის ტვინის ქერქის განვითარების ხარისხით შენ ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შეგვიძლია იმჯი. ანუ რაც უფრო სქელია ტვინის ქერქი, უფრო მეტად ინტელექტუალია ადამიანი. ამით ხმით ვერაფერი. საზამთროს მაგით გამავალ. ეს ვერა.